მორიელებო, ვენერა მე-6 სახლში გადმოდის, თქვენთვის ასევე არის ორაზროვანი ტრანზიტი, ფრთხილად იყავით ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებით, შეიძლება მოულოდნელი ხარჯები გამოგიჩნდეთ ჯანმრთელობის სფეროსთან მიმართებაში, ასევე ფრთხილად იყავით მტრებთან, შეიძლება მტრები მეგობრობის სახით გამოგეცხადონ, თუმცა ვენერა აუცილებლად მოიტანს ჰარმონიას და აბალანსებს ყველა სახის მჭრელ კუთხეებს და მოგიგვარებთ ურთიერთობას, მთავარია ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ძილს და სწორკვებას. Უდოსნებო ვენერა გადმოდის თქვენს მე-5 სახლში, ეს არის კრეატიულობა, რომანტიკა, ახალი სიყვარული, ახალი ურთიერთობები, ასევე თვითგამოხატულება. ახალი შემოსავლების გააქტიურების შანსი სოციალური მედიის მეშვეობით მატულობს, ვენერა მხარს დაუჭერს თქვენს ყველა სახის კრეატიულ თვითგამოხატულებას. თუ ახლა პარტნიორი არ გყავს, რომანტიკული კუთხით პარტნიორის შემოსვლა ამ თვეში შესაძლებელია. დღესკებისთვის ვენერა გადადის მე-4 სახლში, მე-4 სახლი არის ოჯახი, ოჯახური კერა, დედასთან ურთიერთობა, ვენერა დააბალანსებს ამ სფეროებს, მოგცემთ შვებას, ასევე თუ დედის ჯანმრთელობა გაწუხებდათ აქამდე, დედის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას დაუჭერს ვენერა მხარს, ასევე შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა, ამ პირიქით გაყიდვა. ყველა ის ხისრქა, ვინც უძრავი ქონების მართულებით არის დასაქმებული, ამ კუთხით წარმატება, ფინანსები, გაყიდვები არის ძალიან შესაძლებელი, ამიტომ არ გაუშვათ თხისრქებო არანაირი შანსი ამ მიმართულებით, რაც შეეხება სახლს და ოჯახურ კერას, ეს იქნება ის სფერო, სადაც თქვენ სიმშვიდეს და კომფორტს იპოვით. მერწყვილებო, თქვენთვის ვენერა მე-3 სახლში გადმოდის, ის გააქტიურებს თქვენს ისედაც უკვე ბუნებრივ უნარებს არაჩვეულებრივი კომუნიკაციის, დიპლომატიის და კასტმოყვარეობის მიმართულებით, ასევე დააბალანსებს და გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას და-ძმებთან, დედმამიშვილებთან, ასევე ახალი ბიზნეს პარტნიორები, ახალი საქმე ან ახალი იდეა, რაც გქონდათ აქამდე, შეიძლება ეხლა იყოს არაჩვეულებრივი დრო ამ ბიზნეს იდეის უკვე განხორციელებისთვის, ან პირიქით ახალი იდეის წარმოშობა იქნება შესაძლებელი. თევზებისთვის კი ვენერა გადადის მე-2 სახლში. ფინანსური ზრდა, ინვესტიციების, ახალი ინვესტიციების ჩადება ან ჩადებული ინვესტიციებიდან ფინანსური მოგება, ეს არის ასევე თქვენი ფინანსური დანაზოგები. გარდა ამისა, თევზებს ახლა გაქვთ იმის საშუალება, რომ უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით და მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ამ ქვეყნიური ხორციელი ფუფუნებით და კომფორტით გაანებიროთ საკუთარი თავები.